მორიგი დაპირისპირება ოპოზიციის ალიანსში შემოვალ პარტიებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ოპოზიციის ალიანსში შემოვალი 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი შეიცავდა პერსონალურ თავდასხმებს, რაც ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს. მათ შორის დათქმას, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. 18 აპრილის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს. იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ერთი ადამიანის პოზიცია მე ვერ ვნახე გუშინ საჯარო სივრცეში, რომელსაც აინტერესებს რაღაც კიდევ მოსმენა გარკვეული რაღაცა უთანხმოებების ნებისმიერ თუნდაც სტატუსზე, ხო? ამ სტატუსზე არაერთხელ ითქვა, რომ აქ იყო უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, წარსულზე იყო საუბარი, არავის მიმართ კონფრონტაციული არ ყოფილა და მათ შორის ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს და ამ განხილვებში შესვლას ყველა ვამბობთ, რომ აზრი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რაც დაწერა, იყო უბრალოდ წარსულზე საუბარი, წარსული შეაფასა და ჩვენ აწყოში შეთანხმებული ვართ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად მოვიბრძოლოთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძალიან ცალსახა და მკაფიო ოპოზიცია. არ იყო კონფრონტაციული ხასიათის თქმა, ამას ვამბობ, იყო სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა ბოლომდე ვერ ჩათვლნენ სამწუხაროდ ალიანსში ჩვენი პარტნიორები. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან, არც მათ განაყოფებთან. შიგნით რა ხდება, რატო უპირისპირდებიან, როგორ უპირისპირდებიან, ერთ მათი პირადი საქმე არის. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა მათთან არანაირი კვეთაში არ არის და ჩვენი არც არანაირი ბუნებრივი ინტერესი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე შესაძლებელია უფრო მეტად და კომპეტენტურად პასუხი გაგცენ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ ბოლო 14 წელიწადია ქართული ოცნება მიზანმიმართულად ინახავს ნაციონალურ მოძრაობას, დაფინანსება იქნება ის თუ სხვა პოლიტიკური გაცოცხლების და რეანიმაციის პროცესები. ეს არის მკვდრად შობილი გაერთიანება. ტყუილა და ეს რაღაც ლამაზი ტერმინი კი არ არის რაღაც მოთხრობაში მოყვანილი. მართლა მკვდრად შობილი გაერთიანებაა. ორი და სამი ისეთი ნივთიერება, რომლის ერთმანეთს არ შეერევა ქიმიის კანონი და ბუნების კანონიდან გამომდინარე. ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველოს კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. ნუ მაშინ ერთი დიქტატორი აჯდათ თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო რაღაცნაირად თქვათ ესენი ერეგულირებინა და ახლა როდესაც თვითონ დამოუკიდებლად მივიდნენ ერთმანეთთან, ვერ მივიდოდნენ, იმიტომ რომ მართლა ეზიზღებათ ერთმანეთი.